ნახეთ წიგნს ასე ქვია, სიზმარვიზია. მაღაზიაში რომ მოხვდებით, პირდაპირ ასე იკითხეთ, სიზმარვიზია და ერთის მაგივრად ორ წიგნს მოგცემენ. ერთს დასურათებულს, ხოლო მეორეს ძალიან საინტერესო ამბით. თან კითხულობ, თან ათვალიერებ, ძალიან საინტერესოა. თან ნახეთ რა წერია, როგორც იდების რომანი. შემიძლია მოგიყვეთ. ცხოვრობდა ერთი გოგონა, ნინო, რომელსაც მე ძალიან მაინტერესებს. შენ არ გაქვს საკითხული? მაშინ უფრო მოკლედ კეთვით. სიზმრების რეჟისორი გოგიჩა და კამერა სონიკი სიზმარეთიდან ნინოს სახლში გაჩნდებიან. ამ ციკლში ძმებ ჰიჩკოკებზეც გაიგებ, გამომძიებელ შერლოკზეც და კიდევ მეტი ახაგინა დანჩის მეზთან წავიკითხავ. კარგი, ახლა შენგის. ნახეთ რა ქვია წიგნს პაულმა ოცნაური მეფის სასული. ეს წიგნი დაბადების დღეზე მაჩვქეს. დაბადების დღე თუ რას ამბობდი? ისეც არაფერს, ეს წიგნი დაბადების დღეზე მაჩვქეს მეთქი. მე მეკონა გააგრძელი. ნახეთ წიგნის ერთ მხარეს ქართულად წერია, ხოლო მეორე მხარეს ინგლისურად. ამიტომ ეს წიგნი დაგეხმარებათ, რომ კიდევ უფრო კარგად ისწავლოთ ინგლისური. ეს წიგნი ერთი უცნაური ქვეყნის, უმწვანესის მეფის ასულზეა მოთხრობილი, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნის პრინცესებისგან. მას არც ძვირფასი თვლებით მოქარგული თოჯინებით თამაში უყვარს. არც მორთულმოკლაზმული სტუმრების თვალიერება, არც უმიზეზო ტირილი იცის. როდესაც დედოფალს თავის შვილზე შეეკითხებოდნენ, ის რაიმე სულელულ ფრაზას იტყოდა და შემდეგ სხვა თემაზე გადაქონდა საუბარი. როდესაც პაულმა მიხვდა, რომ მასზე არავინ ფიქრობდა, მან გადაწყვიტა გაპარულიყო. თუ გაინტერესებთ თუ რა თავგადასავალი გადახდა მას გაპავის შემდეგ, წაიკითხეთ ეს წიგნი. ახლა კი ვიხურებით. ძალიან სახალისო შეკრებაზე გველოდებიან. და მეს რომ წამოვიდე? შენ საერთოდ ვერ გაერთობი. იქ ძირითადად წიგნებზე იქნება ლაპარაკი. არავითარი მუსიკა, არც გართობა. სულ მოვიწყდება და წავედით.